პლატფორმა არის ყველაზე დიდი კოალიცია საქართველოში სამოქალაქო ორგანიზაციების, საზოგადოების ორგანიზაციების, საერთიანებს დაახლოებით 138 ორგანიზაციას. პლატფორმის, ასე ვთქვათ, პროექტი, რომელიც გულისხმობს მხარდაჭერას სამოქალაქო საზოგადოების მთლიანად იმ ნაწილის ყოველ შემთხვევაში, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს ევროპაში ინტეგრაციას. ჩვენი ხედვა პირველ რიგში ეფუძნება საქართველოს ინტეგრაციას ევროპაში, ევროკავშირში. შესაბამისად აქტივობებიც მიმართულია აქეთკენ. პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავება, გარკვეული ტიპის მხარდაჭერა, მათ შორის საზოგადოების, მოქალაქეების, ზოგიერთ შემთხვევაში კონსულტაციები მთავრობის, პარლამენტის, მთლიანად ხელისუფლების იმისათვის, რომ ის ცოდნა, რომელიც დაგროვილია დღეს სამოქალაქო საზოგადოებაში, ის ექსპერტული ცოდნა, რომელიც არსებობს უკვლევით ორგანიზაციებში, რომელიც ასევე შედიან ამ დიდ გაერთიანებაში, კოალიციაში, იქნეს გაზიარებული და მხარდაჭერილი. პრობლემები არის გამომდინარე იქიდან, მაგალითად, დაჩქარდა პროცესი ასოცირების შესახებ ხელშეკრულების გაფორმების და რატიფიკაციის იყო სამოქალაქო პრობლემა, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებაშიც თუ რამდენად კარგად გვესმოდა და რამდენად კარგად ვიცოდით, მაგალითად ის დოკუმენტი და როდესაც დოკუმენტი გაიხსნა, ჩვენ გაგვეხსნა ასე ვთქვათ შესაძლებელი ფორმატ დაგვენახა ის პოზიტივიც და ის სირთულეებიც, რომელიც თან ახლავს ამ რთულ პროცესს. საკმაოდ რთული პროცესია ასოცირების პროცესი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ სერიოზული გამოწვევებია, იმიტომ რომ შეიძლება ასე ვთქვათ შედეგი ვერ დაინახოს უცბად. ამისათვის არის დიდი შრომა საჭირო და საკმაოდ ბევრი პრობლემების გადალახვა. ის სტანდარტები, რომელიც უნდა დამკვიდრდეს ქვეყანაში, აი ამ მაღალ სტანდარტებს გულისხმობ, ასოცირების, ასე ვთქვათ, ევროინტეგრაციის სტანდარტს გულისხმობ. პირველ რიგში ეს სტანდარტები მოითხოვს ბევრად პროდუქტიულ, ბევრად უფრო კონსტრუქციულ და თანაბარ, თანასწორ სუბიექტებს შორის ურთიერთობის სტილს. ანუ მთავრობა და სამოქალაქო საზოგადოება არიან პარტნიორები. პროცესი ითხოვს აი ყველა კომპონენტის აქტიურ ჩართულობას და კომპლექსურად, ასე ვთქვათ, კომპლექსურად მოძრაობას, ერთიანად მოძრაობას მრავალი აქტორის მონაწილეობით. თუ ეს არ მოხდა, შედეგი ვერ იქნება, რეფორმები ვერ განხორციელდება, იმიტომ რომ ეს თემები არ არის აბსტრაქტული, იმიტომ რომ ეხება ადამიანს, მის ასე ვთქვათ, ყოფას. შეიძლება იყოს სოციალური თემა, შეიძლება იყოს ეკონომიკური თემები, ეკოლოგია, განათლების სფერო, შეიძლება იყოს დასაქმების სფერო. ჩვენ ევროპა უნდა ავაშენოთ აქ. რა თქმა უნდა, ეს რთულია, ეს არ არის ერთი დღის საქმე, მაგრამ ჩვენ თვითონ მოქალაქე უნდა გავაკეთოთ არჩევანი. მე მგონი ჩვენთვის და განსაკუთრებით მომავალი თაობისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი ის, რომ საქართველოში იყოს მაღალი ევროპული სტანდარტები. და გვევალება საკუთარ მნიშვნელოვანი ფუნქცია, კოორდინაცია, ხელშეწყობა, ორგანიზება გარკვეული ჯგუფების, აქტივობების და ასე შემდეგ. ანუ მაკონსოლიდირებელი ფუნქციის შესრულება. შედეგი ამ ეტაპზე არის ის, რომ უფრო მეტი მოქალაქე ჩვენი ქვეყნის იღებს ინფორმაციას, თუ რა არის ევროპა, რა უნდა გავაკეთოთ, რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ იმისათვის, რომ ჩვენი ცხოვრება იყოს უკეთესი.